ქართველი მაყურებელი მიეჩვევს სულ ანუ გასართო იობი პროგრამის ტელევიზიის საშუალებით. ნდობა არის დაკარგული, ზოგადად მედიისადმი. არენდობა მედია რომელიც აკეთებს და მეორე მოლოდინი აქვს ამ მოლოდინი ჩდება რაც მოელი შენ ამ ხუთის ხო რომელსაც აქვს მოელი გართობას რო რაღაც დაძაბული სამუშაო დღის მერე გაერთო განიჭირდა всё აი ეს მოლოდინი აქვს ეხლა თქვა ჩვენ რეიტინგის ყოველდღიურად ღებულობ და შეზღუდულად მე ვზომავ ჩემ გაზეთში არ არის ჩემ გაზეთში საგამოძიებო ფორმატის რა თქმა უნდა მაგრამ მაინც არის იქ საშუალება რაღაც კრიტიკული კონტენტის შექმნა ხო და როგორც კი რამდენჯერაც კი ჩვენ შეგვიქმნია ეს კრიტიკული კონტენტი, მაგალითად გაკრიტიკებია რაღაც კანონპროექტი, რომელიც ბუნებას ეხება, ან შრომითი კოდექსი, როგორც კი შენ ჩადიხარ აი ზედაპირზე რაც დევს, იმაზე ოდნავ ქვემოთ რეიტინგი კარგია. მაყურებელი არ მოხდება, არ აინტერესებს. მე რაღაცას იქნებ თუ დროს არის იმ დროს როცა თქვენ გაგიხართ იქნებ არ არის აუდიტორია რომელიც ან იქნებ ისეთ თემებს ეხები აკაკ მან თვითცენზურა თუ შეიძლება ესეც არის ხო იქ შენ რაც დაასახელე ის თემები ანუ როგორ ძალიან კარგი თემა როდესაც შენ ეუბნები რომ ხალხო ვიცით რა ხდება აი კანონპროექტი გაიტანეს თან ძალიან სწრაფად ვერავინ ვერ დაიგო 2 დღის წინ და შედეგად შევიდა ძალაში ის რომ ნებისმიერი მეწარმე რომელსაც გაურიგდება მთავრობას იღებს ინდულგენციას რომ რაც უნდა ის გააკეთო, ქიმიური ისინი რა ქვია, ნარჩენები დაყაროს, დააბინძუროს, ყველაფერი თუ კი ამაში ფულს გადაიღებს. და აი ამას ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ, მოვიყვანეთ ერთი ministris მოადგილე კრიტიკული შეკითხვები რომ ეს არ წერია, აბა როგორ აზე დაყნობით ამ და რეიტინგი ისეთ დაბალი იყო. ანუ გულამდე ვერ მიიტანე ადამიანები ეგ და ანუ გულამდე ვერ მიიტანე, იმიტომ მე მის შანსი რომ იქ ეხა რაღაც იქ გამოძიება ვაწარმო და ვცელი რაღაც რეპორტაჟი გავაკეთო, სადაც იქ ემოციაც იქ მოჩართული არ აქვს ამის. შეიძლება მიწოდების ფორმატშიც არის. თემა არ აინტერესებს. უბრალოდ ჩამოყალიბდა რაღაც გარკვეული კატეგორია მაყურებლის, ძალიან ბევრი აღარ უყურებს ტელევიზორს, მე არ ვუყურებ ტელევიზორს. ეს არის ძალიან დაჟე რომ არ უყურებს. ხო და ის კატეგორია რომელიც უყურებს და შესაბამისად მის რეიტინგს ის არის ორიენტირებული აი იმაზე რომ ძალიან სულ საყვარისე მე გავაკეთო ვთქვათ იმაზე რა ქვია ბოტოქსზე რომ რეიტინგი არის იმის დედავატირი. მიუხედავად იმისა 10 ჯერ რომ გააკეთო მაინც იქნება. კურიერი რაც არის, სხვა რამესე მოლოდინი მაყურებლის არის სხვა რაღაცა, ხო? რა სიუჟეტები გადის და რაზე მიდის ხოლმე მსჯელობა და არ მოიაზრება და მაყურებელი არ აკეთებს ასოცირებას აი ამ გადაცემისა რომ საგამოძიებო რაღაცა ნახოს. მე რო ჩამისვან ეს საღამოს თქვა, აი 9 საათიანში იყოს რაღაცა გადაცემა რომელიც გააკეთებს ხო ყველა დაგიჯდა აუცილებლად ეყოლება მე აცური ამ გადაცემას მაყურებელი და რეიტინგიც ექნება საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ რეალურად პრაქტიკა აჩვენებს იმას, რომ ინტერესი ახალ ამბავზე არის. ინტერესი კარგად გაკეთებულ სიუჟეტზე აუცილებლად იქნება, მაგრამ არ არის უბრალოდ ესეთი რაღაცა სწორად. არ მეც რას ვამ, პოშტოში იმ დროის სეგმენტში რაშიც ვართ. და ის ვინც ტელევიზორთან ზის და ის ვინც იზომება მათ შორის ვინც ზის და ეს არის ძირითადად ვინც სახლშია. იმიტომ სახლში ეს ფიქრობთ ეს არის დიასახლისები, რომლებიც ლობიოს ხარშავენ. მათ ეს ინტერესი არის. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ დავუშვათ საინფორმაციო გამოშვებაშიც რაღაც პრობლემები არ უნდა გავაშუქოთ, იმიტომ რომ ხალხს არ აინტერესებს თურმე პრობლემები და აი რატო არის უკვლელობა, გაუპატიურება და რაღაცა. იმიტომ არის რომ ეს ქმნის რეიტინგს, სხვა არაფერი არ აინტერესებს პოშტოში იმ მაყურებელს, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოუყალიბდა. ანუ გამოდის, რომ ტელევიზია ვერ ასრულებს თავის როლს ან ფუნქციას, იმიტომ რომ ანუ რაღაც ძალიან ბევრი ინფორმაცია რჩება გაუშუქებელი მაშინ, იმიტომ რომ თუ ორიენტირდები ადამიანს რა აინტერესებს, მაშინ არაფერს აღარ აშუქებ, ესე გამოდის. საბოლოო ჯამში ტელევიზია მოხდება შემქმნელი, რაც უნდა იყოს, ხო, უნდა შექმნა ეჯენდა. Agenda setting არის მედიის საქმე, ხო, ქვეყანაში რომ შექმნა ჩვენი agenda. რა მიგაჩნია, რო არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში დავდივართ იქამდე, რომ მთავრობა წვეთს რა არის მნიშვნელოვანი. იმიტომ გამართავს პრესკონფერენცია საქმე, რომელიც უნდა დაინტერესოს და მიჩნევს, რომ ეხლა უნდა ამისი წამოწევა, მიდის ყველა აშუქებს იმას. თუმცა ის საწარმო ვთქვათ, რომელიც იხსნება და იმ წუთას მივიდა მერით რომ გაიჭრა ლენტი. არსებობს იქ 3 თვეა, 4 თვეა, 1 წელია. კაცს არ დაინტერესებულა რა. ამიტომ აი ეს ბერკეტი აქვს მთავრობას რომ არ არის აუცილებლად დაურეკოს რედაქტორს და უთხრა რომ მე ეს მინდა. არა, იმიტომ რომ ეს შენი რედაქტორები უყურებენ ამ იმას, რა ქვია, სააგენტოებიდან მოსულ განრიგს, რა ხდება, ხო და ალბათ მთავრობა ყოველგვარი დიდი ძალისხმევის და რაღაც გარკვეული გადარეკოგადურების გარეშე აკეთებს იმას, სულ თავისუფლად, რომ შექმნას ისეთი შინაარსი,
რომელიც მას სურს. ამიტომ არის ყველა არხზე არის ერთი და იგივე. იმიტომ ყველა არხს მიდის ერთი და იგივე განრიგი, რა ხდება მთავრობაში. ჟურნალისტიკა აღარ არის.